მოგესალმებით მეგობრებო, დღეს წერ მოვიდ ვიდეოს ჩვენი ბავშვობის თამაშზე, რომელსაც ქვია GTA Vice City. მოვედი მომზადებული ჩეთებიც სია მაქვს. ბევრი არ არის, მაგრამ რამოდენიმე შემოგთავაზებთ ყველაზე ისეთ ცნობილ ჩეთებს, რომელსაც ვიყენებთ ხოლმე. ეს თამაში გამოვიდა 2002 წელს. ინტერნეტ კაფეში ვითამაშე. როგორც ყოველთვის, მაშინ სახლში არ მქონდა კომპიუტერები. ზოგს ჰქონდა, ზოგს არ ჰქონდა. ძალიან დიდარი უნდა ყოფილიყავი მაშინ, სახლში მქონდა კომპიუტერი. ახლობით სკოლის ასაკში ვითამაშე ეს. მაშინ სკოლაში დავდიოდი და ამ თამაშმა ესე ვთქვათ, რაღაცა დიდი ნახტომი მოახდინა ზოგადად თამაშების სფეროში, იმიტომ რომ აქვე დადიოდი, მანქანებში ჯდებოდი, ხალხს ცემდი, პოლიცია მოგდებდა და ასე შემდეგ. ეხლა ჩავრთავ ამ თამაშს და თქვენთან ერთად ვითამაშებ. და გავიხსენებ იმ წუთებს, რასაც განვისდით ბავშვობაში ამ თამაშის დროს. გავიხსენებთ ჩეთის კოდებს და გავერთობთ და გადაგიყვანთ 20 წლის წინ, 23 წლის წინ, ვინ როდის ითამაშეთ, დაწერეთ კომენტარებში. ახლა კიდევ მინდა გაგაცნოთ ჩემი ერთ-ერთი საყვარელი სუვენირი, ესე ვთქვათ, ალბათ ყველას ეცოდინებათ. ეს არის Crash Bandicoot-ი თამაში, თუ გახსოვთ, მელია რო დარბოდა მანქანებით, Crash Racing-ი ერქვა იმას. და თუ აიღებდი ეს, თუ ამოგივიდოდა მელიას გარშემო, ესე ტრიალებდა და ვისაც მიეჯახებოდი, ის აპირალდებოდა და რამდენიმე წამი არ ჩდებოდა, რაც უპირატესობას გაძლევდა, რომ წინ წასულიყავ. ეს თამაში ძალიან მიყვარს, ბავშვობიდან ვთამაშობ ამ თამაშს, ეხლაც ვთამაშობ ჩემ შვილებთან ერთად. არის ჩემთვის ნომერ პირველი თამაში და ეს გულბაბა, მე ესე ვიზახი ამას, ზოგს სხვანაირად ესმოდა ამის სახელი, ზოგს სხვანაირად ინტერნეტში ვნახოთ სხვა რაღაცა ქვია. მაგრამ მე მესმოდა გულბაბა და დღემდე ვიძახი გულბაბას და ძალიან დიდი ხანია მაქვს და უთხრდები ამ ნიუს. ეხლა ჩავრთავ ამ თამაშს და თქვენთან ერთად ვითამაშებ და გავიხსენებ იმ წუთებს, რასაც განვისდით ბავშვობაში ამ თამაშის დროს. გავიხსენებთ ჩეთის კოდებს და გავერთობთ და გადაგიყვანთ 20 წლის წინ, 23 წლის წინ, ვინ როდის ითამაშეთ, დაწერეთ კომენტარებში. რა ხდება? მალე გამოდის ახალი ვერსია, რომელიც გამოვა მხოლოდ PlayStation-ზე და Xbox-ზე, ჯერჯერობით. PC-ზე არ უშვებენ, ან კომპიუტერის ვერსია არ გვექნება, რადგან ეს Bugatti Veyronია, Bugatti Veyroni ყოფილა. და Eminem's სიმღერა, მეგობრებო, ანუ Eminem's საუნდტრეკი თუ იყო, აღარც მახსოვდა. რა შოკია, ხა ჩაულებლა აბდექი და 23 წლის წინ დავუბრუნდი. აღარ მახსოვს ამის თამაში და ვლეწავ ზადაგსა ყველაფერს. ხო და გამოდის ახალი ვერსია, სადაც მხოლოდ PlayStation-ზე გამოვა. როგორც ამბობენ, რომ ხალხმა დახვეწოს და კარგად ისწავლოს ჯერო და მე გამოუშვებთ კომპიუტერის ვერსიასო, არა და ეს ჩვეულებრივი კომერციული ხრიკია, რომ გაყიდონ დისკები, ამოიღონ ჩადებული თანხა, გავიდნენ პლიუში და მე გამოუშვებებ PC ვერსიასაც, რადგანაც მომიხსენებათ ადვილად
ეხავენ ამ თამაშებს და აკეთებენ საინსტალაციოებს და ყველა შეუძლია მე თამაში. მოდით გადავიდეთ კოდებზე. Bugatti Veyron თუ იყო აქ ამდულად არ მახსოვდა. პირველი ჩემი კოდი იქნება ესეთი. Funny Magnet. Ოდიში თაკ ყველა გოგო მოდის შენთან. ამაზე მახსენდება აქსის ძველი რეკლამა. ბიჭი აქვს დაისხავს და პლიერზე გოგოები რომ ისდევენ. ეს ჩვეულებრივი მარტივი ისეთი არაფერი კოდი არ არის. ისეთი არაფერი ჩეთი არ არის. აქ როგორც მახსოვს სტინგის სიმღერაც უნდა იყოს საუნდტრეკად მანქანაში. აუ ხო არ ხადაო რა საუნდტრეკებია ლამბორჯინში ვზივარ ხა. პირველ ჩეთს გადავხაზავ თქვენის ნებართვით. ბუგატიდანაც გადმოვალ რახან დღეს მისიებს არ ვასრულებთ და უბრალოდ ჩეთის სიით ვარ მოსული. შემდეგ იქნება მოდი ცოტა ავსტრაფდეთ. ეს იყო on speed ესე უფრო ჩქარა დადიხარ. მარჯვენა კუთხეში გვაქვს 6 ვარსკვლავი, აქ რა დანაშაულს ჩაიდერ მაგის მიხედვით. რამდენ მანქანას დააზიანებ, რამდენ ადამიანს მოკლავ, მაგის მიხედვით მოგწევს პოლიციის შესაბამისი რაზმი. რაცას სპორტკარებში ესეთი მუსიკებია. აი გავაჩეროთ ეხლა არ გვინდა ვარსკვლავების მოგროვება, ვარსკვლავებს მე დავაგროვებთ, ეხლა უბრალოდ ჩეთებს გავიხსენებ. დაწერეთ კომენტარებში თქვენ როდის ითამაშეთ პირველად. კიდე დიდი თხოვნაა რომ გამოიწეროთ ჩემი არხი. ასევე მოგმართავთ ჩემ Facebook გამომწერებს. ყველას დიდი მადლობა რომ გამოწერილყავართ Facebook-ზე. Facebook-ი აქ ამოვარდება 19-ს, სადაც 275. ეს ემინემია. სადაც 277,000 გამომწერი ყავს და ყველას დიდ მადლობას გიხდით და ასევე გთხოვთ რომ ჩემ YouTube არხზე გადმოხვიდეთ და უბრალოდ subscribe მილაკს დააწვეთ, ძალიან მადლობელი ვიქნები. ჯერჯერობით 5,000 გამომწერზე ვარ, მაგრამ დამწყებისთვის მგონი არ აუშავს. ეს გოგოები ვერ მოვიშორე, მაგრამ მოდი ახალ ჩეთს გავაკეთებ. მოდი ჩამოვაგდოთ ეხა ნაგვის მანქანა. კარ, ბიშკარ. აქ არ ვიცი რა სიმღერები იქნება ჩართული, მაგრამ ესეთი ნაგვის მანქანა ყავს მეგობრებო. ვაიმე სტინგი. ხო გითხარით? ახსოვდა რომ სტინგის საუნდტრეკი იყო. არც მე ჩაულებრივ ახლა ვზივარ ინტერნეტ კაფეში, ვარ ბავშვი. სადღაც 14 წლის ალბათ, ზუსტად არ მახსოვს. პრინციპში გამოთვლადია, ეხლა ვარ 36 და თამაში გამოვიდა 2002 წელს. ზუსტად 14 წლის ვარ ამ დროს. ანუ ჩაულებრივ 14 წლის ბავშვი ვარ ხა მე ამ თამაშის დროს. ამ ჩეთსაც გადავხაზავ. ახლა ჩამოვაგდოთ. რა ჩამოვაგდოთ ახლა? ახლა ჩამოვაგდოთ არ ვიცი რა ჩამოვაგდოთ. აუ, არა, ახლა ახალი ჩეთია კიდე. ახლა არის ეხა ჩავжეთ მანქანაში და გავცუროთ. Yo, what's up? What's going on? ვერ მოვასწარე. არა უშავს.
ჩავжდები სასტრაფოს მანქანით და სასტრაფოს მანქანით გავცურავ წყალში. ამ შეც ქვია Seaways. გონი ჩაირთო, თამამად შეგვიძლია ჩავხდეთ და ვიცურავთ. ვისაც გახსოვთ ეს თამაში, ვინც თამაშობდით აქ კატერიში ხვდა მეგობრებო, აქ ნამდვილად ვერ გადავშლები. ვისაც გახსოვთ ეს თამაში, ვინც თამაშობდით, ვინც ათენებდით ჩემნაირად ინტერნეტ კაფეში, გთხოვთ დაალაიქოთ ვიდეო და დააკომენტაროთ კომენტარებში თქვენ რა ჯეთები გქონდათ, რა საკეთებდით, როგორ თამაშობდით. ვაიმე, სად მოვედი, ხო არა, ღადაობ, სადავარ, ნახეთ. ეს იყო პირველი კლუბი, სადაც ვიცეკვე, მე Night Office-ში დავდიოდი ხოლმე, მაგრამ ეს იყო პირველი კლუბი, სადაც ვიცეკვე და ქარts ფული მაქვს, არაფერი მაქვს, მაგრამ აქ გამახსენდა ერთი კოდი, გოგოები გესევიან. ეს კოდი არის funny magnet. არ ჩაირთო. არ ვიცი, ალბათ ამ დისკოტეკაზე არ ირთვება, მაგრამ ანუ სასაული, ანუ აქ ჩეულებრივ 23 წლის წინ ვარ ხა. აბრუნებული. უბრალოდ როგორ ვიცეკვო არ ვიცი. აქ ვერთავ funny magnets. ყველა გოგო შენი რო არის, ეკოდი არის. ჩაირთო, всё. მოდი ამას ვეცეკოთ. აღადაობა, მოდი აქვე გავიდეთ და დანარჩენი chat კოდებიც აუ ყველა მე დამეხვია და რა ვქნა ახლა. ის კოდი რო ჩავდო. ამ chat-ს ქვია funny magnet. ანუ ყველა გოგო მოყვება შენ. რაღაც აშკარად არ მოყვებიან. კარგით, მოდით დავტოვოთ კლუბი და ჩამოვაგდოთ rock and roll car ლიმუზინი და ლიმუზინით გავცუროთ სადმე. კაცემინები, აუ რა კაი მოგონებები მაქვს ამ თამაშთან. თან ეს სიმღერაც მაშინ, ეს ალბომი მაშინ გამოვიდა. კაგას სპორტ კარში ზის და თავს იქნევს ემინემი ამ კლუბში, ისევ მოხსნას. დაიწყოს. აუ მოტოებით ასვაკეთებით, აბა ვის გახსოვთ, ტრამპლინზე ხტებოდით და უმისამართოდ ვაი, ზუსტად ამას ვაკეთებით. მაგრამ მოგვდი აქ. არა უშვებს, ეხლა მეგობრებო გადავალ თავარ ეტაპზე, ანუ 4 ვარსკვლავი ვავკრიფოთ, თავარ chat-ის კოდზე, რომელიც ყველაზე პოპულარული იყო. ეს იყო რა თქმა უნდა Panzer ტანკი. ჩავжდები ტანკში და ვეცდები 4 ვარსკვლავზე ავიდე და შემდეგ თავი ავიფეთქო და გარშემო ყველა მანქანა ავიფეთქო. იგივე chat კოდით, რომელსაც ქვია Big Bang. Big Bang-ს რო აკრიფავ, ყველა მანქანა ფეთქდება. ანუ 4 ვარსკვლავზე რო ავალ, პოლიცია შემოვიხვევ და ამით დაგემშვიდობებით ამ ვიდეოში. ჩემი მისია ეხა ამ ტანკით
4 ვარსკვლავი ავიღო. Გავამეკიდოს მთელი ქალაქის პოლიცია. ჩემი მისია არის ამ ტანკით ახლა 4 ვარსკვლავი ავიღო, გავამეკიდოს მთელი ქალაქის პოლიცია. და შემდეგ კიდევ ბოლო ჩეთ შემოგთავაზებთ. ამას მოგვიანებით ნახავთ. ტანკი საერთოდ არ დადის და რა ხდება. ვარსკვლავს რატო ვერ ვიღებ? მეტი რა უნდა გავაკეთო. თქვენ თუ გახსოვთ სხვა კოდები, მეგობრებო, გთხოვთ დამიკომენტაროთ სხვა ჩეთის კოდები. საინტერესოა თქვენ კიდე რა კოდებს იყენებდით. მე ამასობაში 3 ვარსკვლავი მაქვს. დამიჭირეს 4 ვარსკვლავზე დამიჭირეს. არა უშავს. ახლა შემოგთავაზებთ ბოლო დასკვნით ჩეთს. სიმბოლური სახელი ქვია The Last Ride. ჩამოვაგდეთ კატაფალკა, ჩავჯერდით კატაფალკაში და ვიდეოს ბოლოს დაგემშვიდობებით. Big Bang აფეთქდა ყველა მანქანა გარშემო. დავხვეწავ არხს, ნელ-ნელა იდეებიც მოდის და მოვალ შეხვედრამდე. დიდი მადლობა ვიდეოს ყურებისთვის.